ძალიან ცუდად დაიწყო წელი დიქტატორებისთვის, ულვაშიანებისთვის და ულვაშიანი დიქტატორებისთვის. ჩვენ ულვაშიანები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი კლუბის წევრი ნიკოლა მადურო. ან თუ შეიძლება ულვაში მოპარსეთ, რომ ჩვენმა კლუბმა პასუხისმგებლობა აღარ აიღოს ამ ადამიანს. ეს ხუმრობით და სერიოზულად გაათავისუფლეთ თუ შეიძლება ნიკოლა მადურო. კაცი იყო ნარკობარონი და საკუთარ ხალხს აწამებდა და კლავდა. რავი, ტროტუარზე ხო არ იდგა ბლიად კარაკასში. რაღაცები ხო უნდა გესმოდეთ ამერიკულ მართლმსაჯულებას. მოკლედ 2026 წელია და ციხეში შედან ნიკოლა მადურო, გრიგოლი ლუაშვილი, ირაკლი ღალებაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ჩემი ძმა. ერთდროულად, სინქრონულად. და კოცი ეძახის, რომ იდეალური მდგომარეობა არის. კაი, მადურო გამოუაკერი, დანარჩენი ლოგიკაა? რა უნდა ლილუაშვილს? ონისეცხადაძეს და სააკაშვილს ერთად ციხეში. მაგრამ ტრაკი თუ ვიაზრუნებთ, როგორ არ კაცო? შენი ლოგიკა ლაგდება. სერიოზულად რო ვთქვა, ქვეყანაში გიგა ავალიანის მკვლელობის გამო პროტესტია, მაღაროველებზე პროტესტია, ბალდის კანიონზე პროტესტია, ევროინტეგრაციაზე პროტესტია, არაბულ ქალაქებზე პროტესტია, მაგრამ თვითონ ქვეყანაში არის იდეალური მდგომარეობა. ოღონდ არ უნდა ჩაუღრმავდი ახლა. დაფიქრდები? გეუბნები დაიჯერე. არ დაფიქრდე. ეგ არის ტანჯვა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, მოიწონეთ ეს ვიდეო, წინა ვიდეოებიც და დაგვიწერეთ მხოლოდ ისეთმა ადამიანებმა კომენტარები, ვინც თვით რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს და თან შეგიძლიათ მოყინულზე გაათრიოთ. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.